თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ერთ პირი იყო მთელი ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი. თქოს, აბა ავაშენოთ ქალაქი და გოდოლი და ცას მივუწვდინოთ მისი თხემი. არაპატია უფალმა ადამიანებს გაამპარტავნება და აღრია საერთო ენა. ადამიანებმა ვეღარაფერი გაუგეს ერთმანეთს და გაიფანტნენ. ხერხემალი ადამიანის აგებულების საყრდენ ფუნქციას ასრულებს. თავად სიტყვა სახელდებაში ორხეს შეიცავს, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან ასობ გერა რაეთი. რაე ქართული ანბანის შუაში მდებარეობს და მისი ერთგვარი ხერხემალია. ხე მოიაზრებს დედაბოძს, როგორც გაუცნობიერებელი სასოება 60-ეული სიცოცხლის ხისა. ქრისტიანობის შემდგომ იგი იქცა ახალი აღთქმის სიცოცხლის ხედ, გოლგოთის ჯვრად, რომელმაც გამოიღო მსხვერპლად ქრისტე, ხსნა. სახიერი წინასწარ განგებულებით გოლგოთაზე წილნაყარი კვართი მცხეთაში მოაბრძანა ჯულიერმა ელიოზმა. იგი მის დასთან სიდონიასთან ერთად დაეფლა საქართველოს გულში, ტყურისა და არაგვის შესართავთან. კვართზე აღმოცენდა ხე. ამ ხით საბოლოოდ გაცხადა, რომ ქართული კულტურისათვის, ენისათვის, წარმართულ სიმბოლოთაგან მთავარია ხე, დედაბოძი. სწორედ ამიტომ პირველ საუკუნეში ქრისტეს მხურვალე მოციქული, პირველწოდებული ანდრია ჭრის ჭყონს, იგივე მუხას და ცვლის მას ჭეშმარიტი ძელით, ანუ ჯვრით. ჭყონდიდის ეპარქიაში ცნობილი მარტვილის საკათედრო ტაძარი სწორედ ამ მოჭრილი ჭყონის ადგილზეა აგებული. წმინდა ანდრიას მიერ დაწყებული ქართლის მოქცევა კი მეოთხე საუკუნეში ვაზის ჯვრით განასრულა იერუსალიმიდან მოსულმა კაბადოკიელმა ქალწულმა წმინდა ნინომ. ხერხემალი მალებისგან შედგება. მალი მალულსაც, დაფარულსაც მოიაზრებს თავის მხრივ. ამ დაფარულ საიდუმლოს ძველი წინასწარმეტყველური ძეგლიც გვამცნევს. ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი. დამარხულარ სენაი ქართული, დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად. რაითა ყოველ საენასა ღმერთმა ნამხილოს ამით ენითა. და ესე ენა იმ მძინარე არს დღესამომდე. და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე hrქვიან. მას ჟამსაშინა იყო ვინმე უძური ლაზარე, უფალო აჰა რომელი გიყვარს ნეულარს, ხოლო ვითარცა ესმა იესოსს თქვა, ეს ესნეულება არა არის სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რათა იდიდოს ძელ ღმრთისა მისგან. მშობლიური ფესვები მოქცეული არიან ათასწლოვან შრეებში ადამიანის ქვეცნობიერებისა. მაშინ, როდესაც იდეოლოგია გაჩენილია ზედაპირზე მისი ცნობიერებისა. ცხადია აქეთგან, რომ მშობლიურ ფესვებს 1000-ჯერ უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე რომელიმე იდეოლოგიას. ფესვთა შორის უღრმესი კი ქართული ენაა. ჩვენი ღვთაებრივი გენის უაღმატებულესი გამოვლინება. იყო ერთი ქართველი, თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდან იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წუთებში, როცა ადამიანის მთელი არსი შეერხევა საუკუნიდან მოშვებული ფესვებით, მას უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც.
მომაკვდავმა ქართულად იწყო ლუღლუღი. აი რა ძალის არიან ძირაფენები ადამიანისა, განსაკუთრებით ქართველისა. ეს რომ არ ვიცოდე ამ სიტყვითაც არ მოგმართავდით. შობელი მიწა და მისი თბილი წიაღი ყველაფერია. ჩვენში მიწას ჯერ კიდევ აქვს ჯიქანი. ჩვენში წიაღი უშრეტია, რადგან ქართული მიწის, ქართული ყოფიერების ისტორიული სუნთქვა იესო ქრისტეა, ძეღვთისა, გზა ჭეშმარიტებისა. იესო მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა აფარებული. იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი. მიცვალებულის დამ მართამ უთხრა: უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა რაც დავმარხეთ. იესომ უთხრა მას: განა არ გითხარი, რომ თუ ირწმუნებ ღვთის დიდებას სიხილავ მეთქი. მეუღლეობის ლოცვა-კურთხევით ლაზარის სახელობის, ათინების სახელობის ტაძარის ტრაპეზი იკურთხა და ყოველ შაბათობით აქ აღევლინება წირვა ლოცვა. ამრიგად მოაშორეს ლოდი. იესომ თვალები აღაპყრო და დიდი ხმით დაიძახა: ლაზარე, გამოდი. ჯვრები აქვს გამოსახული წინ. გამოვიდა მიცვალებული. ამბობენ ხელფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა შეხვეული. ეს სამღვდელო უთხრა მას იესო: გახსენით. გაუშვი ასეთი რამ არ არსებობს. იაროს. როგორც აღადგინა უფალმა, რომ ლაზარე, მართალი ლაზარე, ასევე აღდგება სრულიად საქართველო და ქართული ენა. საქართველოს დედა ეკლესიამ კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და წმინდა სინოდის განჩინებით 1985 წელს საეკლესიო კალენდარში შეიტანა ქართული ენის დღესასწაული და აღნიშვნის დღედ განაჩინა ლაზარეს შაბათი. სახარებას აშინა ამას ენას ლაზარე ქვია. ენა ძველ ქართულში მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას. სიტყვა საწამებლად არ ნიშნავს წამებას, ტანჯვას, არამედ დამოწმებას. გამოდის, რომ ქართული ენა, ქართული მოდგმა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესთვის, არამედ ამხელს სხვა ენებს, სხვა ერებს, მეორედ მოსვლის ჟამს. ბოლო ჟამს საქართველო გავწყინდება. და ესე ენა ის შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული მოელის დღეს ამას მეორედ მოსვლასა უფლისასა. ბოლო ჟამს ქართველობა შეინარჩუნებს მართლმადიდებულ სარწმუნოებას. და ყოველსა ენასა ღმერთმა ნამხილოს ამით ენითა. როგორც კირილე ლავრელი ამბობს, ეს ბერძენი ბერი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთის იმპერია შეიქმნება, რომელსაც სათავეში ედმებაო კურთხეული მეფეო, მირონცხებული მეფე და ჭეშმარიტი პატრიარქიო, სწორედ მათ დროს გაერთიანდება საქართველო, მათ დროს მოხდება სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრების აღჩამოსვლა და მართლმადიდებლობის მიღება. დალოცვილი და გახარებული იყავით, აღდგება საქართველო. ლაზარე, მოდი ხარ მზიანი ტერფებით. აბლანდულ ბილიკებს სვეტად მოასწორებ. აჰა, ვაზის ჯვარი სანაცვლოდ მტევნების შენით გამოისხა მზედ ქართულ ასოებს. მე შენ შესახებლად ცეცხლიან ბედაურს დროის ულმობელი ლაგამი ავხსენი. ჩვენ შორის მზე ჩადგა როგორც საიდუმლო, შენ სიტყვის გენია მზის გულში გახსენი. ლაზარე, ზარივით რეკენ ასოები, ქარმაფთა შემოჰკრა ილეკროს წინწილებს, სიტყვები ვით სავსე ოქროს ტაროები კალთაში მიყრიან თავიანთ სიმწიფეს. ამ ყანას დაუსხამ სურიცხვი მარცვალი. ბგერებში საკმევლის სიო მოსურნელობს, ყველაზე ძვირფასი ამ ქვეყნად რაც არის შენ დასაბამიდან ათბობდა მსრუნველობ. ლაზარე,
გიგალობს სრული საქართველო და მზის საკლდამიდან რძე თეთრად გადმოდის ფეხზე წამოდექი უჟამო ნათელო უფალი მოგიხმობს ლაზარე გამოდი დიდება